ჩვენთან არის ღმერთი. მიტევების შესახებ წავიკითხეთ დღევანდელ დღეს ღვთისმსახურებაზე ჩვენი სახარება. ეს არის ძალიან უბრალო თხრობა, რომელიც ალბათ ყველასთვის კარგად არის ნაცნობი. იგავური თხრობაა, მაგრამ ძალიან ზოგადად მაინც შეგახსენებთ, რომ შემდგომში ავაგოთ ამ ჩვენ იგავზე მეტნაკლები საუბარი და განმარტება. ერთ მეფეს ყავდა მოვალე, რომელსაც ჰქონდა მისი, ანუ მეფისადმი, ბევრი ტალანტი. ბევრი ამ შემთხვევაში ბევრს კი არ ნიშნავს თანამედროვე ქართულში როგორიც არის. არამედ ძველ ქართულში ბევრი იყო 10,000. ესე იგი, ბევრი ტალანტი ნიშნავდა 10,000 ტალანტს. აქედან გამომდინარეა შემდგომში სიტყვა 10-თა ბევრთა. ესე იგი 100,000 მოწამეთა ხსენება. ალბათ გაგიგონიათ ესეთი გამონათქვამი 10-თა ბევრთა, ანუ 10 ჯერ 10,000, 100,000-ია და ბევრი იყო 10,000. ესე იგი 10,000 ტალანტი ემართა თავისი მეფისათვის. ეს არის გაუგონარი თანხა. ამას სპეციალურად არის ხაზგასმა ამაზე. ვერასოდეს ვერ დაუბრუნებს კაცი ვერავის. ან როგორ გამოართვა ესეთი ვალი, როგორ დაიდო კაცმა, ამ მეფეს როგორ გამოართვა. ესე იგი, 5 ცხოვრება არ გეყოფა, რომ გადაიხადო ეს ვალი. უდიდესი თანხა, მილიონებზეა საუბარი, დღევანდელ დღეს თუ გადავთვლით ჩვენ ფულზე. 5 ცხოვრება არ ეყოფოდა ამ კაცს, რომ გადაეხადა და ამის გამო ჩაუვარდა მუხლებში და სთხოვს, რომ მაპატიე მადროვე ცოტა ხანს. ამან ბრძანა, რადგანაც არა გაგვშენეს თანხა, გაუყიდეთ ცოლ-შვილი, ყველაფერი რაც კი რამე გააჩნია და გადამიხადოს. ეს თხოვს, შეწყალებას თხოვს, რომ კი არ მაპატიე ვალი, არამედ მადროვე მხოლოდ და მხოლოდ. შეებრალა მეფეს ეს კაცი, აპატია ვალიც და თავისუფლად გაუშვა. გამოვიდა რა სასახლიდან ეს ყოფილი მოვალე, დაინახა თავისი მოვალე მიდის ქუჩაში, რომელსაც ამ კაცისადმი მართებდა 100 დრახკანი. ეს არის 3 თვის სამუშაოს ანაზღაურება დაახლოებით. ესე იგი, იმ 10,000 ტალანტთან მიმართებაში ეს ვალი არაფერი არ არის, თითქმის არაფერი არ არის. სად 5 და 10 ცხოვრება რო არ გეყოფა და სად 3 თვე რო იმუშაო და გადაიხადო. იმასაც არ გააჩნდა გადახდის უნარი და სთხოვს მადროვე, მაგრამ ამან არის სურვა ჩააგდო საპრობილეში, ვიდრე არ გადაუხდიდა. მეგობრებმა ამ დატუსაღებული კაცისა შეატყობინეს მეფეს. მეფემ დაიბარა და ეუბნება ამ ყოფილ მოვალეს, რომ მე ხომ გაპატიე შენი ვალი და შენ რატომ არ მოიქეცი ისე როგორც მე შენ მოგეკეციო. მორალი რა არის ამიგავის? როგორც გინდა რომ მოგექცეს ღმერთი, ისე მოეკეცი სხვა შენ. აპატიე ის მცირე, იმიტომ რომ ღვთისადმი შენ დიდი ვალი გაქვს. მორალი ეს არის, გასაგებია ეს, ბევრჯერ გვითქვამს და დიდი ფილოსოფია ამაში არ არის. ბავშვისთვისაც კი გასაგებია ეს ყველაფერი. მაგრამ როგორც თქვით, არის ისეთი მომენტები ხანდახან, რომ გაფიქრებს გინდა თუ არა ადამიანს. აი რა არის დამაფიქრებელი. რატომ მართებს ადამიანს ღვთისადმი, ანუ მეფისადმი, განუზომლად დიდი ვალი, რატომ აქვს თითოეულ ჩვენგანს? ვიდრე მოყვას ჩვენ დამი, ან ჩვენ მოყვას სისადმი. რატო ესეთი
განსხვავებულობა. ეს ხო უდიდესი კონტრასტია მათ შორის. ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა აქედან გამომდინარე, პირველიდან გამომდინარე. რაცო? ღმერთმა ხო თქვა, რომ გიყვარდეს ღმერთი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ასე შემდეგ. პირველი მცნება და მეორე მსგავსი ამისი. გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი. ეს თუ გასაგებია და ერთი მთლიანობა შეიძლება ვთქვათ, ამხელა კონტრასტს რატო ვხედავ მე ამიგავში? ანუ განსხვავება რა არის? ერთი შეხედვით თითქოს ღმერთისადმი ვალი, ანუ ღმერთისადმი რაღაცა წენა ღვთისა ჩემდამი არის განუზომლად დიდი, როდესაც მე სხვას ძალიან ნაკლებს გადავუხდი. თითქოს ეს ორი მცნება არის ცალ-ცალკე არსებული. ღმერთისადმი უდიდესი ვალი მაქვს და თუ მოყვას დაუშავებ ეს არაფერი. როგორ შევათანხმო მე ეს ორი? თუნდაც 10 მცნებაში, ხლა ეს ორი მცნება ახალი ათვისაა და ის პირველი ხო 10 მცნებაში ხო ძველ ათქმაშია. პირველი 4 ღვთისადმიან, მაგრამ დანარჩენი 6 ხო მოყვასისადმი სიყვარულს მასწავლე, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცირისწამო და ასე შემდეგ. და თუ ამას გააკეთებ, როგორც მოყვასისადმი სოდავ შენ, ასევე ღვთისადმი სოდავ. და აქ ამიგავში მე გამიჯნულობას ვხედავ. ღვთისადმი შეცოდება თურმე დიდია და მოყვასისადმი თითქოს არაფერი. ეს რას ნიშნავს? თუნდაც მეორე მაგალითი ავიღოთ. ერთგვარი დაპირისპირებული ამ კონტრასტთან, რაც ჩვენ ვთქვით. გახსოვთ იგავი ცხვრებსა და თიკნებს შორის განსხვავებულობაზე როცა საუბარი. მასხოვარი ცხვრებს რას ეუბნება, რაც თქვენ გამიკეთეთ, უბრალოდ რაც გაუკეთეთ ერთ მცირეთაგანს, ის მე გამიკეთეთ. თიკნებს ეუბნება, რაც არ გაუკეთეთ ერთ მცირეთაგანს, ესე იგი უბრალო ადამიანს, ის მე არ გამიკეთეთ. ესე იგი, თურმე მოყვასისადმი შეცოდებაც ეს ღვთისწინააღმდეგ საქმეა გაკეთებული. ხა ვინ იტყვის, რომ მე რომელმაც მოვიპარე მოყვასის რაღაცა ნივთი, დავაზიანე მოყვასი, გასაგებია, მაგრამ სულაც არ დავაზიანე ღმერთი? ამას ვინმე იტყვის? არ იტყვის. ესე იგი, ერთი რომ დავაზიანე ის კაცი და მეორე ღვთისადმი შეცოდება ჩავიდინე მე. იმიტომ რომ მოყვასისადმი არასწორი ქმედება იგივეა რაც ღვთისადმი ჩადენილი ცოდვა. და ისჯება ორივე, ღვთისგანაც და მოყვასისგანაც. ეს გასაგებია. და აქ მე ვხედავ სულ სხვა რამეს. ესე იგი, ღვთისადმი თურმე 10,000 მართებს და მოყვასისადმი თითქმის არაფერი. რა გაგებაა ჩადებული? ხლა რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება, რა ჩვენ თქვით, ეს არის ფორმალური, გაუცნობიერებელი, მაგრამ დამაფიქრებელია ადამიანისათვის. და ამას პასუხი ჭირდება, ბუნებრივია. რას ნიშნავს, რა პასუხი აქვს ამას? პასუხი არის ძალიან მარტივი. საუბარია, როდესაც მოყვასისადმი ვცოდავ მე, ან მოყვასი ჩემდამი სოდავს, საუბარია იმაზე, ვინც პატიობს, რისი გაკეთება შეუძლია მეორისადმი. მაგალითი, მომპარა კაცმა რაღაც საგანი, როგორც თავიდანვე ვთქვით. მოვიდა და შენდობას ითხოვს. შეიძლება დამიბრუნოს ორმაგი. მე მივიღებ, შენდობას მივცე, მაგრამ მე იმ კაცს შენდობა რომ მივეცი სჯულის მიხედვით, ვერ გამოვასწორებ. აი განსხვავება. ესე ჩემი ქმედება მის დამი ან მისი ჩემდამი გააჩნია ვინ შევწოდეთ.
თუ ჩემდამი შესწოდა, მე რო შემდომა მივეცი, ეს არ ნიშნავს, რომ მე ის კაცი გამოვასწორე. იმიტომ რომ ვერც ერთი ადამიანი მეორეს ვერ გამოასწორებს. შემდომა მივეცი როგორ? ღმერთმა გაპატიოს, მეც მიპატიები ხარ, მაგრამ ამან შეიძლება სხვას მოპაროს ხვალ. არა, შეიძლება გამოსწორდეს კი? შეიძლება ელაპარაკო, რაღაცა შენი მაგალითი აჩვენო, სულგძელებისა და ასე შემდეგ. ეს შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ შენ თვითონ ვერ გამოასწორებს სხვას. არ ძალგით შენ ამის გაკეთება. იმიტომ რომ შენ შემოქმედი არ ახარ მეორე კაცისა და მის აზროვნებაში და მის ნებელობაში შენ ვერ ჩაერევი ვერასოდეს. დარიგებით კი, მაგრამ თუ ყურად იღო, მაშინ სხვა საკითხია, თუ არ ესმის ადამიანს, იმას ვერავინ ვერ გამოასწორებს. ასე რომ, როდესაც მე ვპატიობ მოყვას, ეს არის თითქმის არაფერის საქმე დიდი. იმ პირველთან შედარებით. პირველი რომელია? ღვთისადმი შეწოდება ადამიანის. ადამიანმა შეწოდა ღვთისადმი. რატომ არის ეს დიდი საქმე რატოა? იმიტომ რომ თუ შენდობას თხოვს, როგორც ის მონა, მაპატიე მე ეუბნება, ცოტა მადროვე. ღმერთი რა შვია, მეფე რას აკეთებს? კი არ ადროვებს. შუქნის შენი იყოს ყველაფერი. ანუ თლიანად გამოასწორებს ადამიანს. იმიტომ რომ ღმერთს შეუძლია გამოსწორება ადამიანისა. ამიტოა ჩვენ თავიდან რო ვთქვით, ერთი მოვალის საქმე დიდია, მეორე მოვალისა ძალიან პატარა. და თუ შემოვატრიალე ჩვენ, ვინ პატიობს იქიდან თუ შევხედეთ, აქ საქმის დიდსა და პატარაობაზეა საუბარი. ღვთისადმი შესწოდეს, თხოვ პატიებას, თუ მართლა სინანულში ხარ, მაშინ ღმერთი მხოლოდ კი არ გიშვებს, კარგი შენ არაუშავს რომ მოპარე და მოკალი, არაუშავს და ესე კი არ გიშვებს, თუ მართლა სინანულში ხარ. ღმერთი ყურნავს შინაგანად ადამიანს. რა თქმა უნდა, ადამიანს უნდა უდნოდეს ეს ყველაფერი. ისე ვერ ჩაერევა ვერც ღმერთი, ვერც ჭკუაში და ვერც ნებელობაში, ეს გასაგებია. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, როგორც თქვით, ღმერთი ყურნავს, ჩვენ ვერავის ვერ ვყურნავთ. ჩვენ შეიძლება რაღაცა უთხრათ და ეს ყველაფერი იქნება გარეგნული. ფორმალური კი არა და ცუდი კი არა, ამაზე კი არა საუბარი გარეგნულზე, როცა ამ შემთხვევაში საუბარი. არამედ საუბარი იმაზეა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული თუ გნებავთ. ზედაპირული. არაუშავს, დამიბრუნე, გაპატიე წადი მშვიდობით. ის ისევ აგზელებს შეიძლება, ხო, უარეს აკეთებს ის კაცი. შენ აღარ ერევი მის საქმეში. იმიტომ რომ შენი საქმე მისადმი იყო ძალიან მცირე. 100 დრახკანი იყო სულ. აი პირველისადმი შეწოდება იწვევს არა მხოლოდ გადახდას და პატიების თხოვნას, არამედ ამავე დროს ყურნებასაც. კიდევ ერთხელ გავიმეორე, ყურნებას არა იმ გაგებით, რომ გინდა თუ არა და მინდა თუ არა, ღმერთი განკურნავს მე. ამაზე არ არის საუბარი. თუ მე მინდა და შენდობას თხოვ ღმერთს, მოყვას ისადმი რა ჩავიდინე. თორე ღმერთს რა უნდა კონდეს შენდამი აუგი, ღმერთი უვნებოა აბსოლუტურად. რასაც შენ დაუშავებ, საკუთარ თავს დაუშავებ და სხვას შეიძლება. თორე ღმერთი უვნებოა, ეს პირდაპირი გაგებით კი უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი რაღაცა ივნებს ამით და შენი შეწოდებით რაღაცა ნაკლული ხდება, ვიდრე იყო. ესი არ არის გასაგები ეს ყველაფერი. რომ შენ რო დამახინჯებული ხარ და შენი ხატობა ღვთისადმი, ღვთის ხატობა რო გაქვს შენ, ეს რო დაზიანებულია, აი ამ ხატოვნების აღდგინება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს შეუძლია და არა ადამიანს. აი ამიტო არის
ასეთი განსხვავებულობა 10,000 ტალანტსა და 100 დრახკან შორის. რაც ერთი გაგებით და ერთი შეხედვით უპირისპირდება მთლიანად იმ სხვა სახარების უთხრობებს, რომელიც ჩვენ ვიცით, ან ძველი აღთქმის თხრობას თუნდაც. იმიტომ რომ ღვთისადმი შეწოდება თითქმის ყოველთვის გულისხმობს მოყვასის დაზიანებას. და თუ ჩვენ ეს პირდაპირი გაგებით აღვიქვით, როგორც ამ იგავშია, მაშინ გაუგებარია ეს ყველაფერი. სადღა მოყვასის სიყვარული და მოყვასის დაუშვათ ის დაზიანების შესახებ და დაზიანების გამო მოყვასისა ჩემი სასჯელი ღვთისგან და დაშუაშია ღმერთის სასჯელი და ღმერთის საერთოდ ერება თუ არა ჩემ ცხოვრებაში გაურკვეველი ხდება მაშინ. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გატანა ერთი მეორისა და შეწოდება ერთი მეორისა და პატიების მიცემა ერთი მეორისადმი. რაც როგორც მოგახსენეთ არის მხოლოდ და მხოლოდ ხშირად გარეგნული, მაგრამ ღმერთის ჩარეული იყოს ამ პროცესში, რათა ადამიანის გამოსწორება ბუნებითი მოხდეს. ამინ. ჯვარი გეწეროთ.